შეიძლება ამ ანგარიშმა შეცვალოს ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, დღევანდელობა. ვიცით, რომ მოსკოვის მექანიზმი არის ეუთოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია ადამიანის უფლებების სფეროში, რაც სულ რამდენჯერმეა გამოყენებული წევრი ქვეყნების მიმართ, თუმცა რასაც ეუთოს ექსპერტები წერენ, რამდენად მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ხელისუფლებისთვის. უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ვფიქრობ ახლა გულწრფელად გეტყვით ივანიშვილს და მის დაჯგუფებას რომ სცოდნოდა 20-26 წლის მარტის ამ დღეს ეუთო ასეთ დასკვნას გამოაქვეყნებდა. მაინც ჩაიდედნენ იმ ბოროტებას, რაც ჩაიდინეს ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს კითხვა ისე მე მაქვს პასუხი. როცა ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. როცა ხარ შეპყრობილი ყველაზე დიდი ვნებით, ძალაუფლების ვნებით, ფულის კეთების ვნებით. ამისგან განკურნება არის ურთულესი, პრაქტიკულად შეუძლებელი გეტყვით პირდაპირ. ამათ ეს დაემართათ, დამართეს საკუთარ თავს, მაგრამ ბოდიში პოლიტიკურად ჯანდაბის იქით გქონიათ გზა თქვენ ადამიანურად კი მებრალებით ყოველთვის საქართველოს თქვენ რაც ჩაუდინეთ თქვენ რაც დაუშავეთ ჩვენ სახელმწიფოს ამის გამო სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ივანიშვილმა პირადად და მისი ამ კრიმინალური დაჯგუფების თითოეულმა წევრმა უნდა აგოს პასუხი სასამართლოს წინაშე დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე ეს პირველი რაც მინდოდა მეთქვა მეორე ვერ წარმოიდგენდა ვერავინ თქვენ წარმოიდგინეთ ზვიად გამსახურდია საქართველოს უბრალოდ თბილისს რომ ტოვებდა იმ ავბედით დეკემბერ-იანვრის დღეებში ისიც კი ვერ წარმოიდგენდა რომ დადგებოდა დღე და ერთი მუჭა მოძალადე რუსული რეჟიმი საქართველოს ნალოლიავებ სახელმწიფოებრივ ავტორიტეტს ასე ფეხქვეშ გათელავდა მისი გაუმაძღრობის გამო უпроსწორად ვერ წარმოიდგენდა ვერავინ ვერც დაბერებული შევარდნაძე რომელიც ვეღარ აკონტროლებდა ბოლოს სიტუაციას და ვერც მიხეილ სააკაშვილი რომელმაც რაც ჩაიდინა თავის დროზე კარგად ვიცით რაც მიქარა მის სამმართველობამ მაგრამ ისიც ვიცით სად აუნთო საკუთარ თავს წითელი და სად დაამუხრუჭა ყველაფერი ზუსტად ვიცით ყველაფერი ჩაეთვლება და ყველაფერზე მოეთხოვება და ამ ნაძირლებს მოეთხოვებათ იმის გამო რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ფეხქვეშ დღისით გაგვითელეს ეუთოს დასკვნა არის ამისი საბოლოო ვერდიქტი კურსზე გადაწყვეტილებებზე, ამიტომ ახლა მინდა აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რისი შეცვლა შეუძლია ამ დოკუმენტს. აი დასავლური ინსტიტუტების მიმართ ხშირად ვისმენთ შეფასებებს, რომ ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ შეშფოთებებით, რეზოლუციებით, ანგარიშებით და ამის იქით ვერაფერს აკეთებენ. აი რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ეუთოს ეს დასკვნა უკვე აღარ არის უბრალოდ შეშფოთება და რაღაც რიგითი რეზოლუცია. ალბათონო ლელა, ჩვენ პირველად არ ხვდებით ამ რგვალ მაგიდასთან სხვა ფორმატში მეორე სტუდიაში და თუ გაგახსენდებათ ვიტყვი რომ პრაქტიკულად არ ყოფილა შემთხვევა რომ მე აუგი მეთქვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე თუნდაც მათი ზოგჯერ დიპლომატიური შეფასებების გამო იცით რატომ? იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო და წესი როცა ეუთო ევროპის კავშირი ევროპის საბჭო ნატო, მისი საპარლამენტო ასამბლეა, სხვა ორგანიზაციები და ცალკეული სახელმწიფოები დასავლეთში, ევროპაში, შეერთებული შტატები, შენ რომ ღამეს გითენებდნენ, გესმის? შენ რომ პური არ ქონდა და ფქვილს გიგზავნიდნენ, შენ რომ საწვავი არ ქონდა და საწვავს გიგზავნიდნენ, შენ რომ იბომბებოდი და ჩამოდიოდნენ აქ და სოლიდარობას გიცხადებდნენ. აი ისინი და არა ჯალათი პუტინი, გესმით? და არა თვითმარქვია სხვა რეჟიმები. საკუთარი ტყავის გადარჩენა რომ სურთ, იქნება ეს უნგრეთში თუ სხვაგან. არა ისინი, არამედ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები შენ გაფრთხილებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში რომ გაჩერდი, არ ქნა ეს, არ ჩაიდინო, არ წახვიდი ამ ოლიმპიური გზით.
ყველა მოსრიალებულა და ქვეყანას შენ უკუნში აგდებ და ეს არ შეისმინეს და ვერ შეისმენდნენ. მე რა თქმა უნდა დასკვნა მიიღო ასეთი ხასიათი. უპრეცედენტო, სიტყვა უპრეცედენტოს მნიშვნელობა იმათ თუ არ ესმით, იქ ოცნებაში განვუმარტა უპრეცედენტო ნიშნავს რომ ასეთი რამ არ ყოფილა. რა არის ეს ახლა თქვენ იკითხეთ თავში რამეს იზამს ოცნება ამის შემდეგ მესმის რომ ახლა ზოგიერთ შეიძლება წვეთები დაჭირდეს გულის ეს კარგად მესმის მაგრამ როცა ხარ გაბოროტებული გავეშებული გონება დაბინდული შენ აღარ გძალგიც რომ შენ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება რა იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება დღეს და გუშინ წინ და თუნდაც ხვალ რომ თქვა ხალხო იქნებ კმარა ეს საშინელება რასაც ჩავდივარ მე და იქნებ სადღაც გავჩერდე და დავფიქრდე ეს რა ჩავიდინე ეს რა გავაკეთე იქნებ დავიწყო მოლაპარაკება საუბარი ისევ თქვენთან საზოგადოებაო და თქვენს წარმომადგენლებთან რომლებსაც ახლა ვაუქმებ ვატერორებ ვაშანტაჟებ ციხეში ვუშვებ პოლიტპატიმრები ათეულობით გვყავს ესენი ამას ვერ შეძლებენ მაგრამ ერთი ვიცოდეთ ეუთოს აი ამ უნიკალური მექანიზმის ეს მოხსენება დასკვნა ისიც რას ნიშნავს ნიშნავს იმას რომ ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო უსაფრთხოებას რომ ეხება ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წევრი ქვეყნები უნგრეთი არა დღეს მისი მმართველობით მაგრამ სხვები ვის ხმასაც მნიშვნელობა აქვს ქართველი ერის უმრავლესობისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის და არა ამ თვითმართვია რეჟიმისთვის მიიღებენ უკვე კონკრეტულ ზომებს ბრიტანეთმა ხომ დაასანქცირა ვინც და რაც დაასანქცირა მონაგონი იქნება ივანიშვილს კარზე მიუკაკუნებს ეს სანქციები და სხვა რამ და გვიანი იქნება მის